ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე თითქმის ყველა კლინიკამ, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული, საერთაშორისო აკრედიტაცია და შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო. სამედიცინო დაწესებულებები კი, რომლებიც სერტიფიცირების პროცესს ამ ეტაპზე გადიან, გონივრული ვადა აქვთ მიცემული. კერძო კლინიკებთან ერთად ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღო და ყველა საერთაშორისო სტანდარტი დააკმაყოფილა ქვეყნის 4 სახელმწიფო კლინიკა. რეფორმის მიზანი მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფასთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვაა. ხარისხიანი სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა. ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელიც ქვეყანაში არსებულმა ყველა სამედიცინო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს და შესაბამისი სერტიფიკატიც მიიღოს. თენგიზ ცერცვაძის სახელობის თბილისის ინფექციური საავადმყოფო ერთ-ერთია იმ სახელმწიფო კლინიკებიდან, რომელმაც არც თუ ისე ხანგრძლივ პერიოდში ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება შეძლო და საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ ჩვენ ცენტრი ვალდებულია ამ აკრედიტაციის შედეგად მიაწოდოს მოსახლეობას კიდევ უფრო მაღალი ხარისხის და პაციენტების უსაფრთხოებაზე ორიენტირებული სამედიცინო მოსახურეობა. და ამავდროულად შეინარჩუნოს აუცილებლად რეგიონში წამყვანი კლინიკის სტატუსი, რომელიც ჩვენ მუდმივად გვქონდა და გვაქვს დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე და პარალელურად, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრებისგან მეტი ნდობა და აღიარებაც მოიპოვოს. სამედიცინო დაწესებულებებს შეეძლოთ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული აკრედიტაციის მიმნიჭებელი 6 კომპანიიდან მათთვის სასურველი აერჩიათ. ან ინდივიდუალურად ეთანამშრომლობთ საერთაშორისო მააკრედიტებელი ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ მყოფ ნებისმიერ სუბიექტთან. თბილისის ინფექციურის მსგავსად საერთაშორისო კომპანია KTQ-ს აკრედიტაცია კიდევ 3 სახელმწიფო კლინიკამ მოიპოვა. მათ შორის არის რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელსაც რეგიონში განსაკუთრებული როლი აკისრია. ის სამედიცინო მომსახურებას უწევს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს. სირთულეები ჩვენ არ შეგვედრია, იმიტომ რომ ჩვენი კლინიკა უკვე მზად იყო ამისთვის ყველაფერთვის. ჩვენი კლინიკა არის ახალი კლინიკა და მზარდი კლინიკა და პერსონალი არის აბსოლუტურად პროფესიონალი თავის საქმეში. ეს სერტიფიკატის მიღების პროცესი გაგრძელდა 1 წელი და შემდგომი სერტიფიცირება იგეგმება 3 წელიწადში. კანონი, რომელიც კლინიკებს საერთაშორისო აკრედიტაციის ქონას ავალდებულებს 2023 წელს შეიქმნა და მის მისაღებად სამედიცინო დაწესებულებებს ვადა 2025 წლამდე მიეცათ. სახელმწიფო პროგრამებში ჩართული კლინიკების უმრავლესობამ საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მოიპოვა. ნაწილი კი საჭირო პროცედურებს ახლა გადის. იმ დაწესებულებებს კი, რომლებიც დადგენილ ვადებში მოთხოვნების სრულად შესრულებას ვერ ახერხებს, საშეღავათო პერიოდი მიეცათ. სწორედ ჯანდაცვის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა და გერმანული კომპანიის დირექტორმა. ამ პროცესში იყო ჩართული პრაქტიკულად აქტიურად ყველა ის საერთაშორისო მააკრედიტებელი დაწესებულება, რომელიც გამოირჩევა ძალიან მაღალი სტანდარტების ქონით ამ თვალსაზრისით, რომელთა მიერ განსაზღვრული სტანდარტები არის პრაქტიკულად მეტყველი იმ თავითვე აპრიორი მეტყველია ძალიან სერიოზული ხარისხის სამედიცინო სერვისის. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ეს არის დიდი გამარჯვება ჩვენი ქართული ჯანდაცვის სისტემისა, რომელიც რა თქმა უნდა გაგრძელდეს მომავალში და მუდმივად ის ფეხს უნდა უწყობდეს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებასა და სტანდარტებს. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ შეხვედრის საშუალება მოგვეცა. ვიმშელეთ იმ პროცესებსა და შედეგებზე, რაც დაფიქსირდა აკრედიტაციის პროცესში. ასევე მოხარულები ვართ, რომ საქართველოს გამოთქვა ინიციატივა და 2023 წელს შეიქმნა კანონი კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულების მიმართულებით. ჩვენი კომპანიის აუდიტი 70-ზე მეტ კლინიკას სტუმრობდა და რა თქმა უნდა, მათ შორის იყვნენ სახელმწიფო კლინიკებიც, რომლებმაც საკმაოდ წარმატებით გაიარეს აკრედიტაციის პროცესი. ვფიქრობთ, რომ ჩვენი შეფასებებითა და ტრენინგებით საკმაოდ დიდი დახმარება გაუწიეთ კლინიკებს აკრედიტაციის პროცესში, რათა მათ უკეთ მოახერხონ მოსახლეობისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეფორმის მიზანი მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფასთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვაა.